ქალბატონიანა რამდენიმე ათეული წელია მჟავეწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს და 8 მარტსაც არაერთხელ შეხვდა სამსახურში, თუმცა ვერ იხსენებს მისთვის ასე ლამაზად მიელოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე. ფრაქცია ქართული ოცნების ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი მეშველიანმა დღეს ქალბატონები ტიტებით დაასაჩუქრა. რა ქვეყანა არეული არის აქ ავждივარ მე. თითქმის 26 წელიწადი არის. დავბერდი აქ შვილო. მოულოცია 8 მარტია ესე ვინმეს არა არ მახსოვს. მოგვილოცა ღმერთმა გაუმარჯოს, მაყოფილი ვარ ჩვენ გამგებლი ძალიან. ქართული ოცნების ძალიან დიდი მადლობა სულ ყველა ქალებს და ლამაზი გოგოებს გილოცავთ 8 მარტს. დიდი მადლობა რომ მოხვედით და აი საწყალი მოხუცები ვინახულეთ. ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობა, ღიარულობა, შვიდობა გქონდეთ სულ ყველას. არ გვახსოვს ესეთი შემთხვევა და დღეს ვართ მართლაც არ ვარ მარტო განწყობაზე რა, რომ გავიგეთ რომ მოდიოდით მოსალოცად და დიდი მადლობა. გოგი მეშველიანთან ერთად ქალბატონებს 8 მარტი ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძემაც მიულოცა. ყველა მანდილოსან სულოცავ 8 მარტს. უსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, ულევ სიყვარულს. დღევანდელი აქცია ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. რაღაც ახალი ფლეშმობივით და მთელ მუნიციპალიტეტში შეძლებს დაგვარად ყველას მიულოცა ყველა მანდილოსანს 8 მარტი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით დღეს მამაკაცებს დაგროვებული გვაქვს მთელი წლის განმავლობაში რა სიტყვებით მივმართოთ. განსაკუთრებული სიტყვებით, განსაკუთრებული სიყვარულით. გამომდინარე აქედან ბანალური ვიქნები რომ სხვა სიტყვები შემერჩია. ისევ და ისევ გულიდან ამოსული სიტყვებით სულ ყველას ბოლნისში მაცხოვრებელ მანდილოსანს და მთლიანად საქართველოში მაცხოვრებელ მანდილოსნებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ქალთა საერთაშორისო დღე ბოლნისში მასშტაბურად აღინიშნა. ტიტები დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელდა და ასობით ქალბატონი დასაჩუქრდა.